გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. მინისტრნი წავლენ და წამოვლენ, წამყვანი დარჩებიანო. ოდა წავალ, დავჯდები. სანიტარულმა სამსახურმა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში უცნაური ნივთები იპოვა. როგორც უცნაური ნივთების შემსავლელი სამსახურის ექსპერტები ამბობენ, საქმე რაღაც ჯადოსთან უნდა გქონდეს და სასწრაფო გამოლოცვა საჭიროებს. ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევდი, კიდევ ერთი მინისტრი რომ არ გადამდგარიყო. მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, მომზადებული მაქვს განცხადება, აქედან წავალ და ჩავაბარებ ამ განცხადებას კანცელარიას. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალინდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენ გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს. მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში. რაღაცა დაალპა დანიის სამეფოში. ჩემმა სპეციალურმა სერგომ სასწრაფოდ იფრინა მინისტრთა კაბინეტში და ექსკლუზიური კადრები მოგვაწოდა თუ როგორ მიდის ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტში. კაცო, ნეტა რა ხდება ასე პანტაკუნდით რომ გარბიან ეს მინისტრები, ჰა? თუ კაი საქმეზე მიდიხართ, ღარიბაშვილიც წაიყვანეთ. აი ახლა იყო ყველაზე იდეალური მომენტი მინისტრთა კაბინეტის დასაშლელად. სავალუტო კრიზისმა გაიარა, ევროპა უკვე გავაოცეთ, ინვესტორები უკვე მოვიზიდეთ, ეკონომიკა უკვე ავაყავეთ. ხო და ერთი სპორტის მინისტრის გადადგომა ახლა ვერას დააკლებს საათივით აწყობილ ქვეყანას. აბარა? და საერთოდ კაცო, ხო დაიშალა ეს მინისტრთა კაბინეტი. ხო და იყოს ცოტა ხანი დაშლილი, ეგრე უფრო გვეშველოს. და გადამდგარი იქმნა ყიფიანი დავით, რამე თუ უარყომან ჭეშმარიტი ბიძინა, აღიარა შეცდომები და შეერთო იგი ხოკრიშვილს. რაო? არა სერგო რა გავგიჟდე კაცო, შუშანიკის სამებას ვკითხულობდი მთელი ღამე და გადმომყვა უბრალოდ კაცო. გაქვთ არა ინფორმაცია მინისტრის გადადგომის შესახებ? მთელი ღამე ჯაყოს ხიზნებს ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ვაიმე, ვგიჟდები ბიჭი რომ ნაკითხია, ხო? თან ახლა ნაკითხიც არის და ნაკითხიც. ხომ ხედავთ რა სირთულის ნაწარმოებებს ეჭიდება უკვე. გუშინ ჯაყოს ხიზნები წაიკითხა, დღეს დიდოსტატის მარჯვენას გადაიმეორებს. ხვალ ვეფხისტყაოსანში ქალთა სახების თემას დაწერს და 9 კლასის მასალა კი ექნება დაძლეული უკვე. და საერთოდაც მე მომწონს, ძალიან მომწონს სიქს რომ კითხულობენ მთავრობაში. ვაბა ახლა ხალხის ამბავს არავინ კითხულობს და წიგნი მაინც იკითხო. რა სერგო? შეიძლება ჯაყო იმიტომ ახსენა მაგან რომ კურტანიძეს გულისხმობდა? არა, ბიჭო, სად ჯაყო და სად კურტანიძე. ისე განსხვავდებიან ეგენი ერთმანეთისგან როგორც ცა და ცა. არა კაცო, მართლა კითხვაში გაათენა. ხო რა იყო მართლა სკოლაში დასაზუსტად კი არ დაწერა ჯავახიშვილმა ეგ წიგნი. მინისტრის გადადგომის სინ ყოფილა თურმე იდეალური წასაკითხი რამ. მაგრამ სინამდვილეში ხალხისთვის ის კი არ არის მთავარი მინისტრის მოადგილემ ჯაყო რომ იცის. მთავარია მაგისმა ცოდნა მე რა მარგო. მე ლევან ყიფიანს ეკითხებიან, გუნდიდან რატომ მიდიხარო? და ყიფიანი კიდევ პასუხობს, რატომ და ტრავმა მივიღე. სულიერიო. სპორტის მინისტრის მოადგილე ამბობს, არა, ცუდად მაქვს წიგნის კითხვა დაცდილი. წინა წიგნი რომ წავიკითხე, მაშინაც შევარდნაძე გადადგაო. ხალხო, ქართული კინოს აღორძინება და აღმავლობა იწყება. მადლობა ვის? რა თქმა უნდა მინდია ჯანელიძეს. არა კაცო, მინდია ჯანელიძე კულტურის მინისტრად არ გადაუყვანიათ. ჯერჯერობით მაინც. უბრალოდ აი ასეთი რამ ხდება.
ტელეკომპანია GDS საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტროტილს, კაფსულა დეტონატორებს, ელ დეტონატორებს, სადეტონაციო ზონდებს, ტყვიამფრქვევებს, ვაზნებს და შავ დენს გადასცემს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში აღნიშნული. თავდაცვის სამინისტრო სათანადო დახმარებას GDS სერიალ თბილისის მეორე სეზონისა და ახალი მრავალსერიანი ფილმის ქერჩის გადაღების მიზნით გადაცემს. ეგრე რაგაც, ეგრე რა ძლივს არ იპოვა თავდაცვის სამინისტროს საქმე. არა ბიჭო, ეხლა ალასანიას ხელში იპოვიდა რა. აი სხვათა შორის ახლა ვხვდები რომ ალასანიას თავდაცვის სამინისტრო სრულიად შეუსაბა მოიღო GDS-თან და ქართულ კინოს განვითარებასთან. ფულს ხრიდა კაცო რაღაცა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებში, რომელსაც ვერაფერში ვერ გამოიყენებ. ხო რა, ეხლა მე-19 საუკუნის ტიფლისში ქონდათ ეხლა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები თუ ქერჩთან ბრძოლების დროს, და საერთოდ იმასაც მივხვდი, რატომ დაურეკა პარიზში ჟანელიძემ ალასანიას და რა კორექტივების შეტანა სთხოვა ხელშეკრულებაში. უეჭველი ურჩევდა იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაცვლად მაუზერები გამოვართი. ხოხა საჰაერო თავდაცვა რა ჯანდება თუ და GDS კაც. რა თავს ესხმის ვინმე თუ უყურებს ვინმე საერთოდ. მოგეთ ეხლა არ თქვათ ეს მთავრობა მარტო GDS რომ ეხმარება, ლამაზი არ არის. მოცა ეხლა ის იქნება ლამაზი მთავრობამ რუსთავიორს 10 კილოგრამი ტროტილი რომ გაუგზავნოს და თან გაყოლებულ კონსულტანტს რამე რო შეეშალოს. არ გამოვა ლამაზი, თორემ გონიათ მთავრობას არ უნდა. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები. მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი როგორც ედემი. განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და აზერბაიჯანს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და გადმოცემის მოთხოვნა გაუგზავნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუგზავნა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში ექსტრადირებისათვის მოთხოვნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბაქოში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. აი რატომღაც მგონია რომ მიუხედავად ჩვენი ავტორიტეტული პროკურატურის მოთხოვნისა აზერბაიჯანის სააკაშვილს არ დაიჭერს და არ გადმოგვცემს. და რატომღაც ისიც მგონია რომ თვითონ ჩვენს ავტორიტეტულ პროკურატურასაც ასე გონია. ხო, აბა ამერიკაში არ დაიჭირეს, უკრაინაში არ დაიჭირეს, თურქეთში არ დაიჭირეს. ხომ ხედავ უკვე რამდენჯერ არ დაიჭირეს. ხო, და ეხლა ალიევს რა დაუშავა ისეთი. ხო, ამიტომ ეხლა მეც და პროკურატურამაც შესანიშნავად ვიცით რომ ბაქოდან უმალ იქაური პროკურატურის წერილს მივიღებთ. Привет из Баку, передать не могу. ვიდრე ჩემს ნამაყლებს. და მაშ რატომ არ ჩერდება ჩვენი პროკურატურა და რატომ გზავნის მოთხოვნაზე? ვერ მიხდით ხო? რატომ და პრაქტიკანტებს ავარჯიშებს? ასწავლის თუ როგორ იწერება გადმოცემის მოთხოვნა. რა ეხლა მომავალ პროკურორებმა ხომ უნდა იცოდენ მოთხოვნის დაწერა. გაქცეული და გადმოსაცემი ჩინოვნიკის მეტი რა გვეყოლება მომავალშიც. მოკლედ შესანიშნავად მესმის შენი ჩემო ავტორიტეტულო პროკურატურა. მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია. აი თუ დაიქა რომელიმე ქვეყანა ძალიან მეგრული რო აღმოჩნდეს და ჩვენი ნამაღლარი გაკოჭილი გადმოგცეს. მე რა შვებია? GDS-ის თხოვს თავდაცვის სამინისტროს ცოტა ტროტილი მოგვეცითო. ტროტილს ვერა, მაგრამ ღარიბაშვილი წაიღეთ. ტელევიზორში მიშა დაანახეთ და ეგრევე იფეთქებსო. ირაკლი შოთაძე შედის გიორგი ბადაშვილთან. ბატონო გიორგი, ბაქოდან მიშას გადმოცემის მოთხოვნაზე პასუხი მოვიდა, ოღონდ ვერ მივხვდი ი-ნ-ხ რას ნიშნავსო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი.